საუბარს განვაგრძობთ იმედი ლაივის სტუმართან. საკარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შემოგვერთა სტუდიაში. მადლობა ჩვენი სტუმარი. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოდით ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული თემით დავიწყოთ საუბარი, იმიტომ ბევრი სპეკულაცია მოხვება ამ საკითხს. პირველ რიგში ეს თემა არ არის გადაწყვეტილი. გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რეალურად ელით თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებას და რა სირთულეებთან არის ეს დაკავშირებული თავად ევროკავშირის შიგნით და შემდეგ უკვე საქართველოს როგორ შეეხება და ვისი არის პასუხისმგებლობა თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნა მიღებული. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენს მაყურებელს. ჯერ რაზეა საუბარი, ალბათ ეს უნდა ვთქვათ. აქ საუბარი არის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე, რასაც ევროკავშირი უკვე 2 წელიწადია განიხილავს. ამ თემაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის, სხვადასხვა ინსტიტუტებში მზადდება დოკუმენტები, თუ რა უნდა იყოს ევროკავშირის სავიზო რეჟიმების მარტივად შეჩერების საფუძვლები. და აქ საუბარი არის შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად, ვთქვათ, დაამატონ გავარესებული ურთიერთობა მესამე ქვეყანასთან. ანუ შემოიტანონ პოლიტიკური ერთგვარი მექანიზმი შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და ევროკავშირი იმსჯელებს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ ეს მათი ასე ვთქვათ პრეროგატივაა, თუ რა საფუძვლით გადაწყვეტენ ამა თუ იმ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმების შეჩერებას თუ ამ თემაზე საერთოდ საუბრის დაწყებას. მესამე ქვეყანაში გულისხმობა 61 ქვეყანა საქართველოს ჩათვლით არ არის უშუალოდ ჩვენთან. რა თქმა უნდა, აქ არის თავად პრინციპზე საუბარი, თუ რას უნდა დაეყრდნოს ევროკავშირი მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დადგება რომელიმე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეჩერება. მაგრამ საინტერესო არის გამოხმაურება ამ დისკუსიასთან დაკავშირებით საქართველოში, ზუსტად ის ადამიანები, ვინც დღედაღამე იბრძოდნენ იმისთვის, რომ როგორმე მიეღწიათ საქართველოს დასჯის მექანიზმა თუ ვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის, ისინი ახმაურდნენ, რომ რაღაც ხდება, ისეთი რაღაცას აბრალებენ ხელისუფლებას და ძალიან ვითომ და გულწრფელად წუხან იმაზე, რომ შეიძლება ევროკავშირმა ერთჩვენიერ დღეს ეს მექანიზმის შეჩერება გამოიყენოს საქართველოსთან მიმართებაში. შეიძლება იყოს თუ არა ამ 61 ქვეყნიდან საქართველოს ერთ-ერთი პირველი ვის შემთხვევაშიც აამოქმედებენ, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ და ყველა ანალიტიკოსი აღნიშნავს იმას, რომ ევროკავშირს სურს გარკვეული პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი კონდეს მესამე ქვეყანაზე და რა შედეგი შეიძლება მოყვეს სამას. მე გავიხსენებ დაახლოებით 1 წლის წინ იყო, როდესაც ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები თავიანთ ასე ვთქვათ პარტნიორებთან ერთად ძალიან აქტიურად ამუშავდნენ თუ რა დასჯის მექანიზმები შეიძლებოდა გამოეყენებინა ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში და გახსოვთ ალბათ შარშან ივნისის განხილვები საქართველოსთან დაკავშირებით და მაშინ შემუშავდა კიდეც ერთგვარი დოკუმენტი კატეგორიებად დაყოფილი დასჯის მექანიზმები. და იქ იყო საუბარი ამაზეც, რომ სავიზო რეჟიმის შეჩერება შეიძლებოდა გამოეყენებინათ როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუმცა ევროკავშირის საბჭომ ასეთი ზომები არ გაითვალისწინა და მაშინ მსგავსი განხილვები, ასე ვთქვათ, ვერ გავიდა ევროკავშირის საბჭოში და საერთოდ ასე ვთქვათ, გვერდზე გადაიდო ამგვარი მექანიზმების გამოყენება. მაგრამ ურთიერთობის ის ნიშნული, რაც ახლა გვაქვს ევროკავშირთან, ტოვებს თუ არა შესაძლებლობას, რომ მსგავსი ამბავი მოხდეს. მოდით ასე ვთქვათ, ჯერ ეს მექანიზმი თავად უნდა შევიდეს ძალაში, უნდა ამოქმედდეს ეს როგორც წინაპირობად. შემდგომ უკვე ეს წინაპირობა თუ კი იარსებებს და თუ კი სურვილი ექნებათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ ამოქმედონ საქართველოსთან მიმართებაში, ამასაც თავისი პროცედურა და პროცესი ექნება გასავლელი. ახლა წინასწარ ამაზე სპეკულირება ნამდვილად არასწორი იქნებოდა, გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამას ქართული ხალხის წინააღმდეგ. მოდით ასე ვთქვათ, რა ის ილუზია, რომ ამან შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში რა შედეგი გამოიყოს, ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ შეიძლება ბრიუსელის ბიუროკრატიას ბევრი რამ ეგონათ, რომ ეფექტიანი იქნებოდა საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად. სინამდვილეში მოხდა ისეთი რამ, რომ პირიქით ქართული ხალხი
მობილიზაცია მოხდა ერთგვარად სწორედ სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, როდესაც სასწორზე იდება ჩვენი ქვეყნის ინტერესები თუ უცხო ქვეყნების ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ ამ პროცესში ვართ უკვე კარგი ხანია და გარკვეულწილად ჩვენი ერის და ქართველი ხალხის, ასე ვთქვათ, გამძლეობაც რაღაცნაირად გაიტესტა ამ პროცესში და ახლა უკვე ინსტრუმენტებს ვინ რას გამოიყენებს, ძალიან მცდარად შეიძლება ბრიუსელში ვინმე ფიქრობდეს ბიუროკრატიაში, რომ თუ ეს მექანიზმი ამოქმედდება, ეს გამოიწვევს ქართველი ხალხის გაბრაზებას, მერე ესენი დააბრალებენ ყველაფერს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებას ჩვენ შევცვლით. ასეთი ფიქრები იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებითაც, მე პირადად მაქვს მოსმენილი ასეთი იდეა ერთ-ერთი ევროპარლამენტარისგან, რომ ახლა ჩვენ არ მოგცემთ თქვენ კანდიდატის სტატუსს, მერე ხალხი გამოვა 85% რო უჭერს ევროკავშირის მხარს და ეს 85% და ხელისუფლების წინააღმდეგ წავა და რადგან ერთხელ არ იმუშავა ამ შანტაჟმა შეიძლება ვივარაუდოთ რომ აღარ დაუშვებენ ასეთ შეცდომას. მეგონია რომ საღი აზრი სადღაც არსებობს ჯერ კიდევ და ასეთი მეთოდებით მე ვიტყოდი რომ ეს არის რაღაც ესეთი მეთოდები ძალიან უსუსური ერთის მხრივ საქართველოსთან მიმართებაში რაც გამოიყენება და ამაზე ალბათ რაღაც დროს უნდა დაფიქრდნენ კიდეც თუ კი საქართველოსთან ურთიერთობებში. გავიხსენეთ ოპოზიციის ვაწლი, ასე ვთქვათ, ამ საკითხთან მიმართებაში, მაგრამ ეს ახლა მათი მხრიდან დავიწყებულია, დღეს ისინი არიან გულმხურვალე მხარდამჭერები, რომ შენარჩუნდეს ვიზა ლიბერალიზაცია და პირიქით, როგორც ვთქვით, მართველი გუნდისკენ იშვენეთიც, მაგრამ მათი კონსპირაცია მიდის უფრო შორს. აი პირდაპირ ამტკიცებენ, რომ ეს ქართული ოცნების მიზანი და დავალებაა, რომ შეჩერდეს ვიზა ლიბერალიზაცია, იმიტომ რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება, ის მიდის რუსეთისკენ და ბუნებრივია რუსეთის ინტერესებში არ შედის, რომ ქვეყანას ჰქონდეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მოდით აი ეს ფართო თემაა ზოგადად ეს ბრალდება ოპოზიციის ხელისუფლების მიმართ, მაგრამ შევიდეთ ამ კონსპირაციებში. ხო, ნუ ეს არის უსუსური ნარატივი. ქართული ოცნება არის ის ხელისუფლება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მისცემოდათ ვიზის გარეშე მოგზაურად ევროკავშირის ქვეყნებში. მე თავად ვიყავი ამ პროცესის მონაწილე, შეიძლება ითქვას პირველი დღიდან, როდესაც ავიზო დიალოგი დაიწყო ევროკავშირთან და ყველა ეტაპი ფაქტიურად ჩემ თვალწინ გავიარეთ და ძალიან კარგად მახსოვს საკმაოდ მძიმე რეფორმები, ხშირად პოლიტიკურად მძიმე რეფორმები ხელისუფლებისთვის, როგორი ერთსულოვნებით ტარდებოდა და როგორ ხდებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არ გაუკეთებია ბიუროკრატიას, ეს გააკეთა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, იმიტომ რომ ამის უკან იყო ძალიან სერიოზული პოლიტიკური ნება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ შედეგად მიგვეღო ჩვენი მოქალაქეების პროცესი იყო დაწყებული წინა ხელისუფლების დროს, პრაქტიკულად გადაწყვეტილება მიღებული იყო და თქვენ ასე ვთქვათ, სამზარეულოზე მიიღეთ. ტყუილია 2013 წლის თებერვალში ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჩამოვიდა ევროკომისარი საქართველოში და ჩამოიტანა სამოქმედო გეგმა, რომელიც სამოქმედო გეგმითაც რამდენიმე წელი იმუშავა საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ უკვე მერე სავიზო რეჟიმი ამოქმედებული, უვიზო რეჟიმი ამოქმედებული. რაც შეეხება ბრალდებებს რუსეთის მისამართით, თქვენი ოპონენტები ორ ნარატივს თავაზობენ ამ მიმართულებით საზოგადოებას. პირველი, რომ ოცნება ეცდება, რომ აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, რამდენად რეალურია ეს და ამის ერთ-ერთ დასტურად მოაქვთ ის, რომ 9 მაისს შესაძლოა ვიხილოთ პრეზიდენტი მოსკოვში. იმდენი არასერიოზული სპეკულაციებია, რომ აი სერიოზულად განხილვათ პასუხის გაცემაც კი ზედმეტია მათთვის. ახლა რაზე ვსაუბრობთ? ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მდგომარეობაში არის საქართველოს რუსეთის ურთიერთობები, რატომ არის ამ მდგომარეობაში და რა არის ამ ურთიერთობების გამოსწორების გასაღებიც, ხო? ახლა ამ თემაზე ასე მუდმივად სპეკულირება და რუსეთის თემაზე ტრიალი ერთადერთ რაღაცას ემსახურება, რომ კიდევ დამატებით შექმნან აქ დღის წესრიგი, დამატებით შექმნან უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის. ძალიან კარგად იცის ყველამ რა ურთიერთობებში ვართ რუსეთთან და რა არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მთავარი პრობლემა. ამის ერთ-ერთ ნაბიჯად კიდევ რახან ეს თემა რაღაცნაირად რო ამოვწუროთ, აცხადებენ, რომ ეგრეთ წოდებული 3+3 ფორმატი, რომელშიც საქართველოს რეალურად არ მონაწილეობს, ანუ შეუერთდება ამ პროცესს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას და ამ პოზიციას ვაჟღერებთ, ასე ვთქვათ, მუდმივად და არა მხოლოდ ვაჟღერებთ, ასეთი ფაქტობრივად მოცემულობა ასეთია. იმართება შეხვედრები, რომელსაც ეძახიან 3+3-ის ფორმატს, სადაც საქართველო არ მონაწილეობს და ამბობს კიდეც რატომაც არ მონაწილეობს თუ ვერ მონაწილეობს ამ ფორმატში და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ვიდრე არის ეს მოცემულობა, როდესაც ჩვენ რუსეთთან გვაქვს რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიები და როდესაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის საკითხზე გვაქვს რუსეთთან, ასე ვთქვათ, მისაღწევი პროგრესი, მაშინ რაიმე ფორმატებში რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოსთვის არის მიუღებელი და ჩვენ ამ ფორმატში არ მონაწილეობთ. შესაბამისად, ხა მუდმივად ამ თემაზე სპეკულირება არაფრის მომტანია აბსოლუტურად. ეს ფორმატი უკვე წლებია არსებობს და ამ ფორმატში საქართველო არ მონაწილეობს ძალიან კონკრეტული მიზეზის და გამო და ყველამ ძალიან კარგად იცის, რატომაც არის ასე. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ესე იგი, მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ეუთოს პრინციპების ერთგულებისთვის და სტაბილურობაზე ხაზგასმა, როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის ფაქტორზე ჩვენი რეგიონისთვის. ხო, აი დაახლოებით ასე შეიძლება გამოვყოთ მთავარი აქცენტი, რაც ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტისგან საჯარო განცხადებებიდან ჩვენ გამოვიტანეთ და აღნიშნეთ, როგორი არის ამ ვიზიტის დატვირთვა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, როგორია თქვენი შეფასება? ვიზიტი არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ეუთოს ყავს ახალი გენერალური მდივანი და მან ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით უკვე სხვადასხვა ფორმატში, ვენაშიც, ანტალიაშიც და გქონდა საუბარი საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, საქართველოს გამოწვევებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ეუთო არის უსაფრთხოების, ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, მისი მთავარი მიზანი და პრინციპები სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ეუთოს სივრცეში იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი და უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეუთოს გენერალური მდივნის ეს გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო საქართველოში, ქონოდა შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გამომდინარე იქიდან, რომ მანაც არაერთხელ აღნიშნა ვიზიტის განმავლობაში, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა და მშვიდობა ეუთოს სივრცეში მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამხრეთ კავკასიაში კი საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ასევე მშვიდობის და სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი სამხრეთ კავკასიაში. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოსთან ურთიერთობები, საქართველოში მიმდინარე პროცესების, ასე ვთქვათ, თვალყურის დევნება ეუთოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსიები პრემიერ-მინისტრთანაც, შეხვდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს, ჰქონდა შეხვედრა ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და მინდა თქვა, რომ გაგვიზიარა მისი შთაბეჭდილებები ამ შეხვედრიდან, რამდენად კარგად არის საქართველოში საარჩევნო სისტემა ორგანიზებული და რამდენად უნდა ჩვენ იქით გაუზიაროთ ეუთოს მონაწილე ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით. მაგრამ არ შეხვდა თქვენ ოპონენტებს, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ამ ვიზიტს უწოდონ რუტინული. ხო, მათთვის ყველაფერი უმნიშვნელო და რუტინულია, რაც, ასე ვთქვათ, მათ ინტერესებში არ შედის და მათ ინტერესებს არ ემსახურება. დღეს მათი სურვილი არის, რომ როგორღაც შექმნან ვითომთ და ილუზია, რომ საქართველო ან იზოლირებულია, საქართველოს ხელისუფლებას თითქოს და ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, მსგავსი ვიზიტები მათ ინტერესში არ არის. ამ შემთხვევაში რაც შემიძლია გითხრათ, ოპოზიცია არ არის პარლამენტში წარმოდგენილი. ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს რაც შეგვეძლო გავკვეკეთებინა, შეგვეთავაზებინა შეხვედრა ხო პარლამენტის წევრებთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიცია იქ არ არის წარმოდგენილი, აქ უკვე შეუძლებელი იყო ჩვენთვის რაიმე, ასე ვთქვათ, შეთავაზებაც კი ეუთოს გენერალური მდივნისთვის და შესაბამისად
ეს ამ ვიზიტის ფარგლებში მოხდა შეხვედრები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებით. თქვენ საჯაროდაც აღნიშნეთ, რომ სრულიად მიუღებელია ევთოს ინსტიტუტების გამოყენება პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. აქ მხოლოდ ალბათ ევთოზე არ არის საუბარი. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც არის ეს პრაქტიკა. საინტერესოა თქვენ რას უპირისპირებთ აი ამ ტენდენციას და ზოგადად როგორი არის დინამიკა? ამჩნევთ რომ ეს გადაილახა, ასე ვთქვათ, ეს პრობლემა, რაც გასული თვეების განმავლობაში ყოველ ნაბიჯზე ხდებოდა საქართველოს ხელისუფლებას. კი, ეს იმდენად ევთოს არ ეხებოდა, უფრო ეხება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენებას პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მათ შორის მცდელობები ჩვენ ვნახეთ ევთო ოდირთან მიმართებაში, გაუგონარი ზეწოლის ქვეშ იყო ევთო ოდირი მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ არჩევნების დასაკვირვებლად და ამზადებდნენ არჩევნების შემდგომ დასკვნას და საკმაოდ დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე და საკმაოდ გახსოვთ ალბათ ევთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილება რომ ჩამოსულიყო საქართველოში, რამხელა წინააღმდეგობა შეხვდა პია კაუმას და მოუწია ჯო ვილსონის მაგალითად, მაგრამ ამან არ გაჭრა. რაღაც ცვლილება არის ამ ტენდენციებში. ხო, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად ეს რაღაც შანტაჟის მექანიზმები ცვდება, აღარც აქტუალური აღარ არის. ყველა ხვდება რომ სადღაც საჭირო არის უკვე რომ გადაიდგას ნაბიჯი იმისათვის რომ საქართველოსთან ურთიერთობები დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას და რა თქმა უნდა ის ძალები რომლებიც ასე აქტიურად იბრძვიან იმისთვის რომ საქართველოსთან ურთიერთობები იყოს მაქსიმალურად გაფუჭებული, განსაკუთრებით როდესაც დასავლეთის ურთიერთობებზეა საუბარი, მათი წარუმატებლობას ვხედავთ უკვე, მაგრამ კიდევ და უფრო მეტად ვნახავთ, იმიტომ რომ აუცილებლობა და საჭიროება საქართველოსთან ურთიერთობების არის და ამას ყველა დაინახავს და ყველას მოუწევს. მნიშვნელოვანია რომ ევთოს გემდივარმა ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი და სხვათა შორის სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან გავრცელდა მოთხოვნა და მოწოდება რომ გაუქმდეს საოკუპაციო კანონი. რა არის პასუხი თბილისიდან? საქართველოს ხა თბილისის პასუხი არის ის რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შევეგუებით, ვერც იმას შევეგუებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იყოს დარღვეული და ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ ჩვენი სურვილი და ჩვენი მიზანი არის მოვნახოთ მშვიდობიანი გზა თუ როგორ ვიცხოვროთ ერთ სახელმწიფოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და როგორღაც ეს საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობიანი გზით იყოს გადაჭრილი. ამ შემთხვევაში ოკუპაციის კანონის ერთგვარი დაცვის მექანიზმია საქართველოსთვის იმისათვის, რომ რუსეთის მხრიდან რაღაცნაირად პრევენცია მოხდეს აფხაზეთთან და ოსეთთან ურთიერთობებისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგრძელებთ და ევთოს გენერალური მდივნის ვიზიტით ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ევთო არის ის ადგილი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ თემაზე, სადაც მუდმივად ვაჟღერებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას და მუდმივად არის, ასე ვთქვათ, საერთაშორისო პარტნიორებთან ამ თემაზე დისკუსია. და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სწორედ მას ევთოს გენერალურ მდივანს თავის თვალით ენახა თუ როგორ გამოიყურება ფიზიკურად ოკუპაცია და როგორია საოკუპაციო ხაზთან, ასე ვთქვათ, მიმდებარედ ვითარება. რაზედაც საუბრობთ ხოლმე. დიახ, ახსენეთ დასავლური დაფინანსება და პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა და ძალიან საყურადღებო იყო ეს რუსი პრანკერების მახეში გაბმული სალომე ზურაბიშვილის და უჩან ანუაშვილის განცხადებები. მისივე გარკვეულ სქემაზე შეგვექმნა შტაბ-ეჭდილება თუ როგორ ხდებოდა ამ დაფინანსების მიწოდება და ახლა რა სიტუაცია არის, რა გავლენა მოახდინა გამჭვირვალობის უზრუნველყოფის იმ სქემამ, რომელიც დაუპირისპირა საქართველოს ხელისუფლებამ ძველ პრაქტიკას. ხო, როგორი შტაბ-ეჭდილება დატოვა საერთოდ ამ საუბარს? ხო, რაღაცნაირად დაფარული არაფერი არ არის დიდი ხნის განმავლობაში.
პრინციპში ახალი არაფერი გაგვიგია, ძალიან კარგად ვიცით თუ რას ემსახურება ეს ხალხი და საიდან ფინანსება და ეს რომ ვიცოდით და ამას რომ ხედავდით, სწორედ ამიტომ და გამოწვევად მიგვაჩნდა ჩვენ საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, სწორედ ამიტომაც დავიწყეთ გამჭვირვალობის კანონზე მუშაობა, სწორედ ამიტომაც იყო გავიარეთ ის გზა, რაც გავიარეთ, ძალიან ესეთი საკმაოდ დაძაბული, თუმცა ძალიან საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ხო? ცხადია, რომ ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში არიან, რომლებიც იღებენ უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებას, რაც არის უკანონო და შემდგომ ამ ფულს და ამ თანხებს იყენებენ პოლიტიკაში. ამაზე ალბათ უნდა დაფიქრდნენ კიდევ ერთხელ დონორები, რომლებიც ცდილობენ, რომ საქართველოს საზოგადოებას თავი მოაჩვენონ, როგორც რაღაც კეთილმა ადამიანებმა, რომლებიც ზრუნავენ ქართულ ხალხზე და ქართულ საზოგადოებაზე. სინამდვილეში არანაირი კეთილი მიზნები აქ არ არსებობს, არანაირ სამოქალაქო საზოგადოებაზე ზრუნვა აქ არ არსებობს, აქ არსებობს ერთადერთი მიზანი და ეს არის რადიკალიზმის წახალისება და რადიკალიზმის დაფინანსება საქართველოში, რაც შემდგომ უკვე უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. ეს არის რეალობა, თორემ სინამდვილეში ის პროექტები, რაც გააჩერეს და ამით გვაშანტაჟებენ ყოველდღიურად ახალ-ახალი ამბებით, რომ გაჩერდა ერთი პროექტი, გაჩერდა მეორე პროექტი საქართველოში. სინამდვილეში ეს პროექტები ზუსტადაც რომ ხალხის ინტერესებს ხმარდებოდა და ხალხის ინტერესებში იყო ზუსტად ამისთვის იყო ეს პროექტები შექმნილი და აჩერებენ ამ პროექტებს და სინამდვილეში ამ ფულს უკვე მიმართავენ სულ სხვაგან და ეს სხვაგან არის როგორც ჩანს ჯერჯერობით არც მიმართავენ, იმიტომ რომ პრეტენზია იყო ჩანაწერში დაფირებული თანხები არ ჩაგვიწია. ეს უკვე ბრიუსელის ბიუროკრატიის ამბებია, ალბათ არ არის მარტივი გადაწყვეტილებების მიღება და შემდგომ უკვე მათი განხორციელება, ამას ჭირდება დრო. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თქვა, ერთ ქვეყანასთან ურთიერთობაში ქონდათ ალბათ ერთი ქვეყნიდან და ერთი წყაროდან წამოსული თანხა უფრო მარტივი იყო, ახლა უფრო მეტ ბიუროკრატიულ მანქანასთან არის ალბათ დაკავშირებული ეს შეჩერება გადაწყვეტს რადიკალიზმის პრობლემას. ნახეთ, ეს პირდაპირ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აქ ხო არ არსებობს გულწრფელი პოლიტიკური რაღაც სურვილები, ნამდვილი პოლიტიკოსები, რომლებიც მართლაც რაღაც საზოგადოების აზრს გამოხატავენ. ეს რომ ასე იყოს, მაშინ ამას ფულიც არ დაჭირდებოდა, ასეთი სახის დაფინანსებაც არ დაჭირდებოდა, ხო? თავისთავად მოხდებოდა რაღაცეები. სინამდვილეში აქ არის გარე ინტერესებით მართული ადამიანები, რომლებთაც არ აქვთ არანაირი საზოგადოებრივი მხარდაჭერა და იმას რომ წარმოაჩინონ რომ თითქოს ასეთი მხარდაჭერა არსებობს, ამას ჭირდება ფული. ამას ჭირდება დაფინანსება და სწორედ ამისთვის ჭირდება ის რომ გარედან შემოდიოდეს სწორედ ასე ვთქვათ ამ იმიჯის შესაქმნელად რომ თითქოს არსებობს ეს საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში. სინამდვილეში ეს არის დაფინანსებით შექმნილი საზოგადოებრივი განწყობის სურათი. ანალოგიურად აფასებთ საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემულ გრანტებს, ოჩოს ამ გრანტებთან დაკავშირებით საელჩო დუმს უკვე რამდენიმე დღეა, იმიტომ იმედს გაგზავნილი აქვს თხოვნა განმარტება გააკეთოს ამ პროექტების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, რა ორგანიზაციებზეა გაცემული, რა არის ფორმალურად მითითებული მიზანი ამ გრანტების და პერსონები ვინ არიან, ესეც მნიშვნელოვანია. ზოგადად ეს პრაქტიკა არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომელიც რაღაცნაირად დაამკვიდრეს საელჩოებმა საქართველოში. ჩვენ გვახსოვს, იყო პერიოდი, როდესაც არსებობდა დახმარების კოორდინაციის სამსახური, სადაც მთავრობასთან ერთად უცხო ქვეყნის საელჩოები თანამშრომლობდნენ და არკვევდნენ თუ რა მიმართულებით იყო საჭირო, ასე ვთქვათ, თანხები, რომ პროექტები განხორციელებულიყო. ოღონდ ამას ყველაფერს აკეთებდნენ ხელისუფლებასთან ერთად და კეთდებოდა გარკვეული, ასე ვთქვათ, კეთილი საქმეც. ახლა რეალურად თავად წყვეტენ, რაში უნდა დაიხარჯოს ეს ფული და კი ვხედავთ, სადაც იხარჯება ეს ფული. ეხლა რამდენად არის ეს საერთო ევროპული ინტერესების, ასე ვთქვათ, ინტერესებთან შესაბამისობაში, ეს კიდე ცალკე საკითხია და ვის ინტერესებს ემსახურება და ვისგან არის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მართული. ეს არ არის სწორი პრაქტიკა. დარწმუნებული ვარ, არც საფრანგეთს მოეწონებოდა მეგობარი გერმანიის მხრიდან დაფინანსებული ისეთი პროექტები, სადაც საფრანგეთის ხელისუფლება საერთოდ არ იქნებოდა საქმის ყურში და ასე შემდეგ. იგივე რეაქცია ექნებოდა
და დარწმუნებული ვარ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას თუ კი უცხო ქვეყანა გააკეთებდა მსგავს რამეს მათ ქვეყანაში. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ჩვენი სტუმარი.